საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნის თანახმად არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადებისთვის კაცრი გაფრთხილება ეძლევა, ხოლო ახსნა განმარტებისთვის ის მცხეთა თბილისის ეპარქიის მომავალ კომისიაზე უნდა გამოცხადდეს. დასკვნა საპატრიარქომ გაავრცელა კომისიის სხდომის შემდეგ, სადაც არქიმანდრიტ დოროთეს მხრიდან ბოლო პერიოდში მასმედიის საშუალებებით გაკეთებული განცხადებები და საჯარო გამოსვლები შეაფასეს. კომისიის შეფასებით გამოსვლებში დისციპლინური, ზნეობრივი და ცილისმწამებლური ხასიათის დარღვევები იკვეთება. არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი პროევროპული საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა და ივანიშვილის ხელისუფლებას ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო ხშირად აკრიტიკებს. არქიმანდრიტი დღევანდელი დასკვნის შესახებ მედიასთან ამბობს, რომ მისი კომისიაზე დაბარების უფლება დეკანოზ მიქაელ ბოტკოველსა და დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს არ აქვთ. მისივე თქმით, უცნობია რა გამონათქვამებზე აქვთ მათ პრეტენზია. არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოს მცხეთა თბილისის ეპარქიულ კომისიას ცილის წამებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ კომისიაზე გამოცხადებას არც მომავალ კვირას აპირებს.